ამის სახელითა მამისათა და ძისათა და წმინისა სულისათა აზდა მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გელოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის უდიდესი წინასწარმეტყველის წმინდა ილია თესბიტელის ხსენების დღე. მართლაც უდიდესი მოვლენა არის მთელ საკაცობრიო ისტორიაში. ასეთი ადამიანის, ასეთი ცეცხლოვანი რწმენის, ასეთი დიდი რწმენის მქონე, ასეთი სულიერი ძალის მქონე ადამიანის გამოჩენა, როგორიც იყო ილია თესბიტელი, დიდი წინასწარმეტყველი, დიდი სასწაულმოქმედი და უდიდესი ღვთის ძალით და მადლით შემოსილი. როგორც გახსოვთ, დღეს წავიკითხეთ პავლე მოციქული მასზე მიუთითებს მის რწმენაზე და მაცხოვარიც მოიხსენებს მას. იმდენად დიდი იყო ამ წინასწარმეტყველის მნიშვნელობა. ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ჩვენ, მაგრამ იყო შემოსილი უდიდესი ღვთაებრივი ძალით. ყველა ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუწია ილია თესბიტელს თავის მოღვაწეობა. ეს არის უსჯულო აქაბისა და მისი ცოლის იერობელის მმართველობის დროს, რომლებმაც დაიწყეს კერპთა თაყვანისცემა, შექმნეს ბაალის კერპი და აიძულებდნენ ადამიანებს რათა თაყვანისცემთ აი ამ კერპისათვის. მრავალნი დაეცა მაშინ ისრაელსა შორის. ზოგი სულმოკლეობით, ზოგი მახვილი დაეცა. ბევრი არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ ყველანი ჩუმად იყვნენ შიშისაგან, მათი შიშის გამო. და მაშინ გამოჩნდა ცეცხლოვანი ილია თესბიტელი, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა, არ ჯარი გააჩნდა, არც მიწიერი ძალაუფლება გააჩნდა. ერთადერთი მისი სიმდიდრე ეს იყო უმტკიცესი რწმენა უფლისა და მისი მცნებებისა და უფლისადმი მინდობა. და ამით მოახერხა ის, რომელიც ათასობით ადამიანმა ვერ მოახერხა. მან დაამხო აი ეს ძალაუფლება ურჯულო მეფისა, აი საკუთარი რწმენითა და საკუთარი ღმერთზე მინდობით და ღმერთის ერთგულებით. ყველგან და ყველაფერში ღმერთის ერთგულებით. მაშინ მისი ქადაგების, მისი გამოჩენების დროს მან წარმოთქვა უნიშნელოვანესი სიტყვები, რომელიც დღესაც არის აქტუალური ჩვენთვის და ყოველ ეპოქაში არის აქტუალური. ის ეუბნებოდა ისრაელელებს, როდემდე უნდა იკოჭლოთ ორივე ფეხზე. როდემდე უნდა იყოთ თქვენი გული გაყოფილი ან ღმერთს ემსახურეთ, ან ბაალს გაყევით. რატომ ცდილობ შეუთავსებელის შეთავსებას? ილია თესბიტელმა უდიდესი სასწაულები მოახდინა, სანამ დაამხობდა აი ამ კერპთაყვანისმცემლობას. მანამდე განიცდიდა დევნას, შევიწროებას, მრავალგზის უდაბნოში იმალებოდა და მისი ლოცვით, მისი ღაღადისით 3 წელი და 6 თვე, 1 წვეთი არ ჩამოვარდინილა წვეთი მიწაზე. ამით აგრძნობინა ხალხს ამ ფიზიკური შიმშილით, ფიზიკური განსასწრებით აგრძნობილა, რომ ისინი შესწოდავდნენ ღმერთს და ღვთის წინაშე უდიდეს უსჯულოებას ჩადიოდნენ. როდესაც საბოლოოდ გადამწყვეტი მისი მოღვაწეობის, მისი ბრძოლის იყო ქორების მთაზე 450 ასეთი პირობა დაუდო მეფემ, რომ მოიყვანდა თავის წინასწარმეტყველებს, უпростоრად სრულ წინასწარმეტყველებს, ორი საკურთხეველი შექმნიდნენ, სადაც დადებდნენ მსხვერპლის შესაწირავს და ლოცვის შემდეგ, რომელზეც ცეცხლი გარდამოვიდოდა,
ის იქნებოდა ჭეშმარიტი ღმერთი. მთელი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ, ისერავდნენ საკუთარ სხეულს სრუწინას არ მეტყველნი და აი ამ კერპის ქურუმები, მაგრამ ცეცხლი არ გარდამოვიდა და მოკლე ლოცვა თქვა ილიამ, ჯერ წყალი დაასხა შეშას, რომ ყოველგვარი გაეფანტა, ყოველგვარი ეჭვები და შემდეგ მოკლე ლოცვით გარდამოვიდა ისეთი ცეცხლი, რომ მარტო შეშა კი არ დაწვა, არამედ ქვებიც კი დაწვა და გაანადგურა ისეთი ცეცხლი იყო. მაგრამ და ამით აჩვენა ღმერთმა, რომ არავითარი კომპრომისი სიცრუესთან არ უნდა წავიდეს ადამიანი. უსამართლობასთან, სიცრუესთან, უღმერთობასთან, უსჯულოებასთან, რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა იყოს, უნდა შეეცადოს ადამიანი. ეს არის და ამისთვის უნდა იბრძოლოს ადამიანი. ეს არის პირველი თვისება ადამიანში. პირველი თვისება, რომელშიც ჩანს სიყვარული ჭეშმარიტებისა. როდესაც კოჭლობს ადამიანი, როდესაც გაურებულია, როდესაც იმასაც ემთ აყვანს, ამასაც ემთ, ესეც მართალია, ისიც მართალია, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება არის გაურკვევლობა. ჭეშმარიტებას უყვარს გარკვეულობა. ამიტომ რამდენადაც გარკვეული ადამიანი, იმდენად არის მტკიცე ჭეშმარიტებაში. თუ არის მერყევი და მერყეობს და ამბობს ცხონება იქაც არის კათოლიკებთან, ცხონი პროტესტანტებთან, რა უყოთ მე კეთილი ადამიანი და ასე შემდეგ, ეს არის გაურკვევლობა ჭეშმარიტებაში, წმინდა წერილში ჩაუღრმავებლობა, უცოდინარობა არის წმინდა წერილისა. აქედან მოდის მერყეობა. მაგრამ ეს ერთი მხარეა, ილია წინასწარმი არის ერთი მხარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მას გამოუცხადა ღმერთმა ქორების მთაზე, როცა იმალებოდა აი ამ დევნისაგან, მაშინ დიდ საწარკვეთილებაში იყო. იმიტომ რომ აყოვნებდა ღმერთს ხო თავისი გეგმა აქვს და ილია მაინც კაცი იყო და სწრაფად უნდოდა ამ ყველაფრის თქვათ მოწესრიგება და ღმერთი აყოვნებდა და საწარკვეთილებაში იყო. მაშინ ღმერთმა მოულინა ქარიშხალი ილიას, რომელმაც ყველაფერი მიწაზე დასცა, გაანადგურა, მაგრამ მაშინ ღმერთი არ იყო, ღმერთს ეძებდა ილია. შემდეგ მოულინა ცეცხლი, ცეცხლმა ყველაფერი დაწვა, არ ცეცხლში იყო ღმერთი. შემდეგ მიწისძვრა მოულინა და მიწისძვრამ რაც იმათ გადარჩა, მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ არც მიწისძვრაში იყო ღმერთი. და შემდეგ მოულინა ნიავი, გრილი, სიო და აი ამ სიოში იყო ღმერთიო. და ამით უჩვენა ღმერთმა ილიას, რომ რაღაცა თუ მართალია, რომ სარწმუნოების დაცვის დროს საჭიროა სიმტკიცე და აი ესეთი მოშურნეობა ცეცხლოვანი, მაგრამ ღმერთი მკვიდრობს ადამიანის სულში მხოლოდ მაშინ, როდესაც მასში არის სიმშვიდე, როდესაც მასში არის სიმდაბლე, სიყვარული და მოთმინება. მხოლოდ მაშინ მკვიდრობს ადამიანში და ეს უდიდესი გამოუცხადა ილიას და ჩვენს რა თქმა უნდა. ამიტომ დღესაც აქტუალურია აი ეს ფრაზა, სადამდე უნდა იკოჭლოთ ორივე ფეხზე, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც არის ორად გაყოფილი. ერთი ეკუთვნის ნაწილი ღმერთს ეკუთვნის და მეორე ნაწილი კი სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების ისეა, რომ ჩვენ წუთისოფლის კერპებს ვცევთ აფნას. წუთისოფლის კერპებს, ანგარებას, ვერცხლის მოყვარებას, ამპარტავნებას, შურს, თავის მოყვარებას, თავის გამდიდებას და ასე შემდეგ. და ამიტომ საჭიროა, რომ ადამიანმა უპირველეს ყოვლისა საკუთარ გულში დაუთმოს ღმერთს ადგილი. საკუთარ გულში არ მიცეს საფუძველი აი ამ კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც დღესაც გრძელდება. კერპთაყვანისმცემლობა. ღმერთმა დააგვლოცოთ, ღმერთმა გააკურთხოთ, ვითხოვოთ
ილია უდიდესი წინასწარმეტყველისაგან რომ გაგვაძლიეროს ჩვენ მისი სიმტკიცე რწმენისა მოგცეს და მისი სიყვარული მოგცეს და გააძლიეროს ჩვენში. რწმენის სიმტკიცე და სიყვარული. გააძლიეროს ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო, დაუწოს, აკურთხოს სინანული სიმტკიცე და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია. ღმერთმა დაგულოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ. დღეს